როგორც ბენეფიციარი და შთამბეჭდავ ისტორიებს, ასევე პარტნიორების, მოწვევის სტუმრების აზრისიდან მივიღებთ ინსპირაციას ახალი შესაძლებლობებისთვის. 1600-მდე მონაწილე, 60 დაფინანსებული საწარმო და 219 დასაქმებული. ასეთი შედეგი აჩვენა პროექტმა ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის RDYIM, რომლის დასრულების ღონისძიებაზე მასში ჩართულმა ყველა მხარემ ერთმანეთს შთაბეჭდილებები გაუზიარეს. მიღებული გამოცდილება გაცვალეს და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრეს. პროექტის ფარგლებში სხვადასხვა ფორმატის სამუშაო განაკვეთზე 219 ადამიანი, მათ შორის 122 ქალი დასაქმდა. დაფინანსებული ახალგაზრდებიდან 31 ქალი, 29 კი კაცი მეწარმეა. პროექტის მთლიანი ბიუჯეტი იყო 1,6 მილიონი ევრო. აქედან დაფინანსდა 60 საწარმო, როგორც აღნიშნე. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ჩვენმა პროექტმა ხელი შეუწყო ასევე სტარტაპ პროექტების დაფინანსებას და 60-დან 24 საწარმო იყო სრულიად ახალი, ჩანასახში მყოფი საწარმო, ხოლო დანარჩენი განვითარებაზე ორიენტირებული. ლიბერტისთან ძალიან მჭიდროდ ვითანამშრომლეთ, რომ შეგვექნა რაღაც გარკვეული წამახალისებელი პროდუქტი ჩვენი ბენეფიციარებისთვის, თქვა დაინტერესების შემთხვევაში სესხის აღების კუთხით. ლიბერტი ბანკისთვის წლები ამ მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა პრიორიტეტულია. RDYI პროექტში კი მონაწილეებმა ბანკისგან მიიღეს არამხოლოდ ფინანსური რესურსი, არამედ ლიბერტის მიერ სპეციალურად შემუშავებული სასწავლო პროგრამით შეიძინეს პრაქტიკული ცოდნა და გამოცდილებაც, რაც მათ იდეების ბიზნესად ქცევაში დაეხმარა. სპეციალური ტრეინინგების პროგრამა შევიმუშავეთ ჩვენ მონაწილეებისათვის და პრაქტიკული გამოცდილება გავიზუიარეთ ჩვენი, როგორ უნდა მართო ფინანსები, როგორ ჯობია დაგეგმვა, როგორ ჯობია მოემზადო ინვესტიციის თუ სესხის მოსაზრება და ასე შემდეგ და დღეს განსაკუთრებით სასიამოვნოა ამდენი მონაწილის ნახვა, მათ შორის ძალიან ბევრი წარმატებული ადამიანია. ფიქრობთ, ყველამ ვინც მონაწილეობა მიიღო, მიუხედავად იმისა, დაფინანსება და გრანტი მოიპოვა თუ არა, უკვე გამარჯვებულია, იმიტომ რომ მიიღო ცოდნა, გამოცდილება ასეთ პროექტში მონაწილეობის და შესაბამისად ეს მომავალში აუცილებლად წაადგება მათ ბიზნესს. პროექტის უმთავრესი მიზანი იყო რეგიონებში ადგილობრივი ეკონომიკის გაძლიერება, ახალგაზრდების მიგრაციის შემცირება და ახალი ინიციატივების პოპულარიზაცია. ახალგაზრდები 46 თვის განმავლობაში იძენდნენ სამეწარმეო უნარებს, რითაც საბოლოოდ რეგიონებს შეემატა კონკურენტუნარიანი ბიზნესები. გაჩნდა ახალი სამუშაო ადგილები. რეგიონებში ახალგაზრდებს მიეცათ საშუალება თავიანთი იდეების რეალიზაციის და უმნიშვნელოვანესი ასევე რა თქმა უნდა, რომ მათ ირწმუნეს, რომ უცხოელ თუ ქართულ პარტნიორებთანაც შესაძლებელია იყო წარმატებული და მაგალითი ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის და ბუნებრივია ჩვენი ახალგაზრდების ხარდაჭერა ქმნის ქვეყნის სტაბილურობის და მდგრადობის და ეკონომიკის განვითარების წინაპირობას და სწორედ ამ იდეას ემსახურებოდა ეს პროექტი. შეხვედრას ესწრებოდნენ პროექტის გამარჯვებულები, ასევე კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლები. პროექტის დახურვის ღონისძიებაზე შედეგების პრეზენტაციის პარალელურად გამოფენილი იყო იმ ახალგაზრდების პროდუქციაც, რომლებმაც ამ პროექტით დაფინანსება მოიპოვეს. თითოეული პროექტი, რომელიც მეწარმეების ხელშეწყობისთვის არის გამიზნული, არის ძალიან მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით მცირე მეწარმეებისთვის, რადგანაც მწირი ფინანსური რესურსი გვაქვს ჩვენ თვითონ პირადი, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია დონორების ხელშეწყობა, რომ განვითარდეთ, წინ გადავდგათ ნაბიჯები და უფრო მეტად წარმოვაჩინოთ ჩვენი თავი ბაზარზე, როგორც ხარისხიანი პროდუქცია და ასევე ტექნოლოგიური ნაწილი იყოს გამართული. პროგრამა ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის იგივე RDYI 46 თვის განმავლობაში ერსი კორპსის წარმომადგენლობის მიერ ხორციელდებოდა ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის დაფინანსებით, ლიბერტი ბანკის სტრატეგიული პარტნიორობით, ასევე სპორტის, ტურიზმის და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით. პროექტი განკუთვნილი იყო 18-დან 35 წლამდე ახალგაზრდებისთვის და დაეხმარა ეთნიკური და რელიგიური უმცირესობის წარმომადგენლებს, მაღალმთიანი სოფლების მაცხოვრებლებს, ეკომიგრანტებს და იძულებით გადაადგილებულ პირებს განევითარებინათ სამეწარმეო უნარები და შესაძლებლობები, რათა შექმნილიყო ახალი ან გაფართოებულიყო უკვე არსებული ახალგაზრდების მიერ მართული სოფლის მეურნეობის და არასასოფლო სამეურნეო საწარმოები. პროექტი ხორციელდებოდა საქართველოს 4 რეგიონში და მოიცავდა 18 მუნიციპალიტეტს.